Რამდენ მძიმე რჩება 31 წლის ბაჩო ბერიძის მდგომარეობა, რომელიც გუშინ დაჭრეს ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე, როდესაც ის კაფეში მამამისის მეგობართან ერთად იმყოფებოდა. ის ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, როგორც მისი ექიმი ამბობს, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და პროგნოზების გაკეთება ამ დროისთვის ექიმებს უჭირს მას წუხელ რამდენიმე საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა და ის ამ დროისთვის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ საშუალება გვქონდა გავსაუბრებოდით დაჭრილი ახალგაზრდის მამას, რომელიც ამბობს, რომ მას სავარაუდო დამნაშავის შესახებ ინფორმაცია აქვს, რადგან ამ ადამიანს წარსულში მიშულთან კონფლიქტი ჰქონდა. ამბობს იმასაც, რომ ეს ადამიანი ადრე მსგავს დანაშაულზე ნასამართლეებიცა, თუმცა გვეუბნება, რომ იმ დღეს გუშინ, როდესაც ბაჩოს რამდენიმე ტყვია ესროლა ამ ადამიანმა, მათ კომუნიკაციაც კი არ ჰქონდათ, რაც შეეხება სამართალდამცავებს. ჩვენი ინფორმაციით ამ დრომდე არ ყავთ მათ დაკავებული ეჭვმიტანილი და როგორც გვეუბნებიან, პრესსამსახურს უნდა მივმართოთ სხვა დეტალების გასაგებად. იცით ვინ იყო, ან ინფორმაცია გააქვთ? ის მაგ ინფორმაცია მაგრამ დაზუსტებით არ ვიცით. რამე კონფლიქტი ჰქონდათ მანამდე? რა კონფლიქტი ჰქონდათ აი? სალაპარაკება იყო რაღაცა მათ შორის, არ ვიცი. მეგობართან ერთად იყო. კაფეში იჭდნენ? მუქრობა ერთმანეთში ჰქონდა რა, სალაპარაკება და არაფერი არ ყოფილა პირდაპირ. ჩამოვალი ესროლა პირდაპირ. ჩამოიარა და ხო, მოტოციკლეტი. არც უჩხუბიან, არც ერთმანეთში ხელდახელა ყოფილა ჩხუბი. პირდაპირ ეს იჯდა, ეს ეგენი იჯდნენ, ჩამოიარა და პირდაპირ ესროლა. და გაქცეულია? ხო, გაქცეულია. გაქცეულია ჯერ არა დაკავებული. პოლიციას აქვს ეს ინფორმაცია ვინ არის სავარაუდო? კი, ყველაფერიც. არასტაბილური მდგომარეობაა. Დიდი თქვენასწრება რა იქნება? აი, რა არის? 7 ხო ის ამბობენ? 4-5 დღეა მონახული. ერთი კიდე არ ამოუღიან ჯერ შიგნით აქ. ასეთ მდგომარეობაზეა ნასამართლები და ციხეში დაიძამია ეს კიდე. გაჭრაზე. ხო, მაგფერი. ყველაფერი იციან, სად იმყოფება ამ წუთში სად არა. სროლა და გაიც, ხო. ალბათ თვალთვალებდა ვერ ხედავ რომ სოდია სად იყო. პაციენტის შემოვიდა მრავლობითი ჭრილობებით, რომლებიც შემავალი იყო როგორც ბუნკერის კრუში, ასევე მუსლის კრუში. მრავლობითი დაზიანებები იყო ნაწლავების, მოხდა მათი დაფლეტილი ნაწილის მოცილება და სხვა დაზიანებული ნაწლავის მთლიანობის აღდგენა. ბუნკერის კრუში შემავალი ჭრილობის გამო ჩატარდა რევიზია, იქაც ჰემოსტაზის სისტემის მიზეზის შეჩერება და დრენირება. პაციენტი არის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე, სახეზე გვაქვს ტრაუმულ ჰემორაგიული შოკის კლინიკური სურათი. პროგნოზთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ზუსტად ვერ ვიტყვით, რამდენად დინამიკაში როგორ წავა სიტუაცია, თუმცა ამჟამინდელი მონაცემებით ჩვენ ვახერხებთ სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაციას. თუ დააკავეთ დაზარალებულის მამა ამბობს დაჭრილის, რომ მან იცის ინფორმაცია აქვს. მას აქვს ინფორმაცია. გავიგე პრესსამსახურს რაზე თქვენ სად იყავით ქუჩაში შეიარაღებული ხალხი რო დარბოდა? სად იყავით ქუჩაში რო შეიარაღებული ხალხი დარბოდა? თქვენ სად იყავით? თან წინ კონფლიქტი უძღოდა ამ ყველაფერს. რას მივმართო ქუჩაში გუსაფრთხო რო არა გავლა? როგორც გითხარით, პოლიციას ამ დრომდე არ ყავს ეჭვმიტანილი დაკავებული, რაც შეეხება მუხლს, გამოძება მიმდინარეობს განზრახ-ყველობის, მცდელობის მუხლით და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.